დილომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს შაბათია, გილოცავთ 2016 წელს და თქვენ უყურებთ გადაცემას აღმოაჩინე საქართველო. 2016 წლის დღეს პირველად ვერთვებით თქვენს პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენ ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც მთის კურორტებთან არის დაკავშირებული. ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი, ბატონი სანდრო ონოფრიშვილი, რომელიც სიღრმისეულ ინფორმაციას მოგაწოდებთ საქართველოში მთის კურორტების შესახებ. ძვირფასო სანდრო, მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის და თუ შეიძლება რომ ორიოდე სიტყვით მოგვითხროთ თქვენი კომპანიის შესახებ. მოგესალმებით, გილოცავთ პირველ ეთერს, წლევანდელ წელს, მოსახლეობას მივულოცავ შობას და ახალ წელს. ჩვენი კომპანიის შესახებ კიდევ გეტყვით, რომ ეს კომპანია შეიქმნა 2013 წელს. ჩვენ დამფუძნებელი არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ჩვენი კომპანიის მიზანი იყო, რომ ყველა კურორტი გაერთიანებულიყო ერთი მენეჯმენტის ქვეშ და შექმნილიყო საერთო ბაზა ჩვენი ზამთრის სათხილამურო კურორტების. ზამთრის კურორტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ჩვენს ტელემაყურებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა ხდება ჩვენს საგზაო დეპარტამენტის მიმართულებით. ჩვენ მათ მოგვაწოდეს დღეს ინფორმაცია, რომ გზა ბაკურიანის მიმართულებით არის სრულიად გახსნილი. გუდაურზე მლეთის მონაკვეთზე არის ზვავსაშიშროება შესაბამისად. თავი შეიკავეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო გუდაურში მოგზაურობისთვის, თუმცა საგზაო დეპარტამენტი გვატყობინებს, რომ შესაძლებელია რომ გაიხსნას გზები. რაც შეეხება გოდერძის ჩვენს მესამე სამთო მიმართულებას, რომელსაც დღეს უფრო გავშლით, რადგან ვფიქრობ საინტერესო იქნება იქიდან გამომდინარე, რომ არის ახალი მთის კურორტი. გოდერძიზე ახალციხის მხრიდან გზა ჩაკეტილი არის, ხოლო ბათუმის მხრიდან კი თავისუფლად შეგიძლიათ რომ გადაადგილდეთ. ბატონო სანდრო, თუ შეიძლება დავიწყოთ ბაკურიანით, იქიდან გამომდინარე, რომ ბაკურიანი არის სეზონი, როდესაც ყველა სეზონის განმავლობაში ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს და დაისვენოს, მიიღოს სიამოვნება, როგორც სამთო სპორტის თვალსაზრისით, ასევე გამაჯანსაღებელი სხვადასხვა თერაპიით. ბაკურიანზე რომ ვისაუბროთ, ძირითადად მთის სამთო მიმართულებით. მანამდე თუ შეიძლება ჩავერთვებით და გეტყვით, რომ ამ წუთის მონაცემებით საგზაო დეპარტამენტთან ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ და ამ წუთას არის გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომლები შესულები არიან მლეთა გუდაურის მონაკვეთზე, ნახულობენ იმ ზვავსაშიშ ადგილებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს ნახევარ-საათში, ერთ საათში უნდა გაიხსნას ესეთი გზა, თვითონ გზაა გაყვანილი, უბრალოდ უსაფრთხოების მიზნით დაკეტილი აქვს მეტეოროლოგიურ სამსახურს გზა, თუმცა გონია, რომ უახლოეს წუთებში უნდა გაიხსნას და ყველა ვინც დღეს დაგეგმილია გუდაურში ამოსვლა უნდა ამოვიდეს, იმიტომ რომ ძალიან კარგი თოვლი მოვიდა, ტრასები კარგად არის დატკეპნილი და ველოდებით ჩვენს ვიზიტორებს. ბაკურიანსაც შეეხება, ბაკურიანი იცით რომ ჩვენ გადმოგვეცვა დიდველის კურორტი 2013 წელს და ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მისი რებრენდინგი, ესე ვთქვათ, გავაკეთეთ ახალი ლოგო, შევქმნით ახალი სათხილამურო ტრასები. ჩვენთან ამ წუთას არის საამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო ველოპარკი და ველობილიკები დიდველზე, როგორც გუდაურში, მაგრამ მე პირადად დიდველის ველოპარკი უფრო მომწონს, ესე ვთქვათ. აგრეთვე ჩვენ გვაქვს გათოვლიანების ახალი სისტემა ბაკურიანში დიდველზე და ბევრი სიახლე, ახალი საბავშვო პარკი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბაკურიანს, დავამთავრებ წელს მაგალითად 27 წელს 2014 წლის 27 დეკემბერს ჩვენ გავხსენით ისტორიული კოხტა, სრულიად ახალი საბაგიროთი ჩავანაცვლეთ. ეს იყო მთავრობის დავალება და მთავრობამ გაიღო სახსრები და მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო PPP პრინციპით ჩატარებული პროექტი, ეს იყო კერძო სექტორის და სახელმწიფოს ერთობლივი
პროექტი ჩვენ შევიძინეთ საბაგირო სახელმწიფომ, ხოლო კერძო სექტორმა უზრუნველყო მისი მიწის სამუშაოები, ბეტონის სამუშაოები და ასე შემდეგ. ეს იყო ყველაზე დიდი მასშტაბური არის უпростоრად პროექტი, რომელიც ერთობლივად ხორციელდება სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ. დაახლოებით სახელმწიფო ხარჯავს კოხტამიტარბის პროექტზე 46 მილიონ ლარს, ხოლო კერძო სექტორი აპარტოტელების სასტუმროების ასაშენებლად ხარჯავს დაახლოებით 100 მილიონ ლარს. ამიტომ ეს არის ყველაზე დიდი პროექტი, რაც კი საქართველოში ყოფილა კერძოს და სახელმწიფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით. კოხტის საბაგირო ამ წუთას მუშაობს, არის ფანტასტიკური, არის უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული, არის სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია დოპელმეიერის მიერ წარმოებული და სათხილამურო ტრასები ამ წუთას ზედა მონაკვეთზე კარგი თოვლი გვაქვს, ქვედა მონაკვეთზე გვიჭირს, მაგრამ დღეს-ღამე კიდე თოვდა ბაკურიანში და მე ვფიქრობ, რომ დღეს უკვე კარგი სასრიალო ტრასა იქნება კოხტაზე. მინდა დავაანონსო ჩვენი ტელეფონის ნომერი 2-388-105 დაგვიკავშირდით და დაუსვით პირდაპირ ეთერით ჩვენს რესპონდენტს თქვენთვის ასურველი შეკითხვები. ასევე შემოგვიერთდით სოციალური ქსელის საშუალებით, აღმოაჩინე საქართველოს სწორედ ამ დასახელებით შეგიძლიათ გვიპოვნოთ Facebook-ზე და შეგიძლიათ ასევე მოგწეროთ Skype-ში, არა მხოლოდ დღეს, არამედ კვირის ნებისმიერ დღეს. Discover.Georgia სწორედ ესე დაგვიმატეთ Skype-ის მეშვეობით და გავამრავალფეროვნოთ გადაცემა, რომელიც ეხება ტურიზმს. დღეს ჩვენ საუბრობთ მთის კურორტებზე, სტუმრად გვყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ბატონი სანდრო ონოფრიშვილი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას გაცდით სხვადასხვა სამთო კურორტების შესახებ. ბაკურიანზე საუბრისას მინდა აღვნიშნოთ სამი სირთულის ტრასა, რა კატეგორია დამსვენებელს შეუძლია ბაკურიანში ამოვიდეს და მიიღოს სიამოვნება, ვთქვათ, სრიალით, სხვადასხვა სნოუბორდზე თუ ასე ვთქვათ, სხვადასხვა სპორტით დაკავდეს, რომ გითხრათ აი ამის შესახებ, უფრო კონკრეტულად ტრასების შესახებ. ამ საკუთრი ძალიან მრავალფეროვანია. ყველაზე ექსპერტი ტრასა ალბათ აქ კოხტას, ყველაზე რთული დედანაწილი. თუმცა ჩვენ საბაგირო, რომელიც 2015 წელს ავაშენეთ. ბატონ სანდრო, ბოდის გიხდით, ზარი არის ეთერში, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გისმენთ, მოგესალმებით. გამარჯობა. ქალბატონო. მადლობა. დილამშვიდობი ხასუმარს. აი რა არის ჩვენი გულისხმობილი ქართველებისა ამდენი რესურსების მქონე საქართველო ყველაფრიდან დიდრები ვართ ყველაფრიდან მაგრამ თავობა არ მივარგა პატრონი არ აყვავ ჩვენ თორემ ხალხის კარგია ქართველის კარგია ნიჭიერი ხალხია მაგრამ ამდენი სიმდიდრის მქონე ქვეყანა როგორ შეიძლება 21 საუკუნეში ფშიერი იყოს ხალხი ნახევარი ხალხი ფშიერია ქალბატონო იცოდეთ ქვედა ხო და პატრონი გვინდა კარგი, რომ ყველაფრიდან დიდები ვიქნებით და ყველაფერი გვეშლება. დიდი მადლობა ზარისთვის. რაც შეეხება ჩვენ ყავს მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნავს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც კეთდება და წინ მიიწევს ჩვენი ზამთრის კურორტები. შესაბამისად, დასაქმება, ვთქვათ, პერსპექტივა დასაქმების სფეროში იზრდება, ინფრასტრუქტურა უკეთესობისკენ კეთდება და მათთვის, ვისაც ვთქვათ, სურვილი აქვს, რომ დაისვენოს რამოდენიმე ზამთრის მიმართულებას გთავაზობთ. ბატონო სანდრო, თქვენ ასევე დაგიბრუნდებით, საუბრობდით სხვადასხვა ტრასებზე ბაკურიანში. დიახ, ბაკურიანში არის ყველა სახეობის ტრასა, ყველაზე რთული არის კოხტის ზედანაწილი, როგორც გითხარით, არის 25-იანები, არის ტატრის საბაგირო, რომელსაც აქ ასე ვთქვათ, ადვილი ტრასები და არის დიდველის ყველა სირთულის ტრასა, რომელიც კი არსებობს და ამ წუთას ძალიან პოპულარულია დიდველი, სამწუხაროდ ქარის გამო დღეს ვერ ჩაირთო, დღეს ჩაირთო უბრალოდ გუშინ და გუშინ წინ იყო გამორთული ქარის გამო, თუმცა დღეს უკვე ჩაირთო, გვიხარია და გველოდებით უამრავ ვიზიტორს, იმიტომ რომ დიდველი ძალიან პოპულარული. დიდი მადლობა. ზარი არის ასევე ჩვენს პირდაპირ ეთერში, გისმენთ დილამშვიდობის. ჯობათ, გილოცავთ შობა ახალწლებს. ასევე მადლობა. რა უნდა გითხრათ? ძალიან კარგი ეს ყველაფერი რომ კეთდება. შვენიერია ბატონი სანდრო ჩვენეთ საუბრობს და რა თქმა უნდა მივესალმებით ამას, მაგრამ უმრავლესობა მოსახლეობის ამით ვერ ისარგებლებს, იცით რა ფონია, ცხოვრების რა დონეა და ცოდოა ეს ხალხი. ეს არის მხოლოდ მდიდრებში ხელმისაწვდომი და ყველაფერი არის ძალიან ძვირი. ჩვეულებრივი მოსახლეობისას ეს არის იცით თქვენ რომ ძალიან ხელმიუწვდომელი. იქნება ამაზეც იფიქროს მთავრობა. მადლობა ზარისთვის.
დიდი მადლობა ზარისთვის. ხო ალბათ ფასები ღირებულებაზე რომ ვისაუბროთ თუ შეიძლება. რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში მაცხოვრებლებისთვის? ჩვენ როგორ გითხრათ, სასტუმროებს და კერძო სექტორს სახელმწიფო არ აკონტროლებს, როგორც იცით, რამდენიმე წელიწადია უკვე და ფასს ბაზარი არ რეგულირებს. თუმცა ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი ფასი საბაგიროებზე მსოფლიოში, რაც კი არსებობს საბაგიროები, იმიტომ რომ გვინდა რომ მაქსიმალურად ჩართული იყვნენ ყველა მთელი საქართველო იყოს ჩართული და შესაძლებლობა ჰქონდეს რომ ამოვიდეს და დაისვენოს ან დაათვალიეროს მაინც თავისი ზამთრის კურორტები. აგრეთვე ადგილობრივ მოსახლეობას რაც არსებობს, ეს არის დაახლოებით 90%-იანი ფასდაკლება გვაქვს სეზონურ ბილეთზე, ადგილობრივებზე, ამაში არ ითვლება თავისთავად 18 წამი. შეიძლება რომ დავასახელოთ რა ღირს თქვათ აბონიმენტი თვითონ. აბონიმენტი თვითონ მთლიანად მთელი სეზონის მანძილზე ღირს 500 ლარი, ერთი დღის ბილეთი კი ღირს 30 ლარი ნებისმიერ კურორტზე. უბრალოდ გოდერძიზე 20 ლარი ყრის მაგალითად. თუმცა ამ 500 ლარით შესაძლებელია განვადებით, უპროცენტო განვადებით აიღოს მომხმარებელმა, ეს არის სხვადასხვა კერძო ბანკში არ შემიძლია დავასახელო ხა, მაგრამ გეტყვით რომ შესაძლოა უპროცენტოდ აიღოს თქვა თვეში 100 ლარი იხადოს და ისრიალოს და დაუბრუნდები რომ ადგილობრივ სკოლებს და ბავშვებს ყველასთვის არის უფასო, თვითონ ადგილობრივისთვის არის 90%-იანი ფასდაკლებით და აგრეთვე სპორტ სკოლებს აქვს დაახლოებით თითო ბავშვის ბილეთი ჯდება 12 ლარი და ეს არის ის მაქსიმუმი რაც შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ რომ უფასოდ კურორტი ვერ ფუნქციონირებს და მაშინ უნდა დადგეს უკვე სუბსიდირებაზე და ისევ ჩვენ ხალხს დააწვება ზურგზე. ამ წუთას ჩვენ რასაც მივახციეთ და ვამაყობთ ეს არის რომ თვითონ საოპერაციო ხარჯს კურორტი თავისი თვითონ იღებს, ანუ ხელფასებს, რემონტს საბაგიროსი და ეს არის ყველაზე კარგი და დადებითი ჩვენთვის რომ სახელმწიფოს არ აწევს კისერზე კურორტის მენეჯმენტი და თვითონ კურორტი, თუმცა დიდი პროექტები როგორც იყო თქვა კოხტა და გათვალიერება, რასაკვირველია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდის ამ თანხას. დიახ. ადგილობრივი მოსახლეობისთვის 90%-იანი ფასდაკლება გარკვეულ აბონიმენტზე საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის, რომ გამოიყენოს. აქ არის საიგეთყვით რომ ვინც მუშაობს 90 მათ უღირთ რომ ვთქვათ რომ ვინც უბრალოდ რეალი უყვარს, მათთვის არის 10 დღე 2 კვირა უფასო ისედაც. მთელი სეზონის განმავლობაში ნებისმიერი 10 დღე შეუძლიათ ისრიალონ. ამიტომ ვინც იღებს ამ აბონიმენტს, იმისთვის ეს არის მთავარი იმითი რომ უბრალოდ ის ან ინსტრუქტორია, ან იქვე სადღაც მუშაობს და ასე დასაქმებულია მთაზე, ესე ვთქვათ. მინდა შევეხო ერთიანი აბონიმენტის სისტემას, ასევე საუბრობთ ერთიანი აბონიმენტის სისტემა ეს არის know-how, ესე ვთქვათ, ჩვენ შარშან წლის ბოლოს დავნერგეთ უკვე ეს სერვისი, ეს არის რომ თქვენ ყიდულობთ ერთბარაც და შეგიძლიათ ნებისმიერ ჩვენ სამს კურორტზე ისრიალოთ. ეს ხსნის კომფორტულს, დროს არ გაკარგიებს და აგრეთვე ჩვენ ჩარიცხვაზეც მუშაობთ, რომ არ იყოს რიგები. ერთიანი აბონიმენტის შეძენის შემთხვევაში პირადად მე ვთქვათ შემიძლია ბაკურიანიდან გადავინაცვლო მომდევნო დღეს გოდერძიზე და შემდგომ უკვე გუდაურში. კი ბატონო, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ისრიალოთ ამ ერთიანი აბონიმენტით. დიახ. გადავიდეთ გუდაურზე. გუდაური როგორც ყველასთვის ცნობილია, უფრო გათვლილი არის პროფესიონალურ სამთო კურორტების მოყვარულთათვის. გითხარით რა ტრასები არის და რა შესაძლებლობებს თავაზობთ უკვე პროფესიონალ ექსპერტებს. ბაკურიაზე დაგვავიწყდა ერთი რომ ვთქვათ რომ წელს ზაფხულში უკვე დაიწყება რეაბილიტაცია ცენტრალური პარკის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბაკურიანისთვის და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამას ამ პროექტს შეასრულებს გამგეობასთან ერთად და ჩვენ გვიქნება ახალი უკვე ნორმალური ცენტრალური პარკი, არა ისეთი როგორც ეს წლები აქვს და ძალიან სასიხარულო ამბავია ეს. ეს საომავლო გეგმებში რომელ წელს დასრულდება პროექტი? წელსვე დასრულდება. წელსვე ბაკურიანში. ანუ შემდეგ ზამთრის სეზონზე უკვე განახლებული პარკი ექნება ბაკურიანს. რომ ცენტრალური პარკი, რომელიც ძალიან პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის და ამიტომ მისთვის დროული იყო ნამდვილად ახლა მისი რეაბილიტაცია. გუდაურსაც შეეხება, გუდაური არის ფლაგმანი, ესე ვთქვათ, ჩვენი ზამთრის კურორტების ყველაზე პოპულარული და ყველაზე დიდი ტრასებით. ამ წუთას ამინდი კარგია,
ხალხი სრიალებს, იწყებს უпроსტოდ უკვე 10 საათზე დაიწყება უკვე საბაგიროები ჩაერთვება 10-დან 5 საათამდე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და იფუნქციონირებს კურორტი. ჩვენ ტელეგრამის განმავლობაში წვიდავდით ჩიდაგზებს გუდაურში, ვიცით რომ დაკეტილია, მაგრამ საკვები ესე თქო ყველაფერი არსებობს, ჯერ არავის არ გამოუთქოს ჩივილი და არ დაურეკე არც 112-ში და არც ჩვენს ოფისში და დღეს ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ გზა წუთი-წუთზე გაიხსნება და ჩვეულ რეჟიმში ისედაც ჩვეულ რეჟიმში იყო, თუმცა ამ მომენტისთვის აღნიშნოთ რომ გზაზე ზვავ საშიშროებაა და მიმდინარეობს სამუშაო. ამ წუთას ასია, თუმცა როგორც გითხარით, შესულია მეტროლოგიური სამსახური და ალბათ დადებითი პასუხით გამოვა უახლოეს წუთებში და გზა გაიხსნება ჩვეულებრივად. დიახ, გუდაურზე საუბრისას არ შემიძლია არ აღვნიშნო ტურისტების ის ნაკადი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გუდაურისთვის ჩამოდის. თუ გვაქვს სტატისტიკა, რომელი ქვეყნიდან სტუმრობს ჩვენი ტურისტები ძირითადად? მოგეხსენებათ, გუდაური ძალიან პოპულარულია უკრაინაში, აგრეთვე რუსეთში, ძალიან მოიმატა არაბულმა ქვეყნებმა, რომლებიც ამოდიან გუდაურში. გუდაურიმას ცოტა სახეცვლილება მოხდა მისი, იმიტომ რომ გუდაური გახდა უკვე შაბათ-კვირას მარტო მოსრიალებისთვის არა, უბრალოდ ოჯახები რომ ამოვიდნენ და დაისვენონ იმ ხალხისთვისაც უკვე მისაღები გახდა გუდაური. შაბათ-კვირას ყავს უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი, ვიზიტორები, ჩვენ შარშანდელი მონაცემებით გუდაურმა 39-40%-ით გადააჭარბა საუკეთესო წელს ბილეთების გაყიდვების რაოდენობით, ანუ ყველაზე მეტი ვიზიტორი ყავდა შარშან გუდაურს თავისი არსებობის მანძილზე და წელევანდელი მონაცემებით ხვდებით, რომ მე მგონი ეს სტატისტიკა კიდე გაუმჯობესდება და ამ წუთას გუდაური არის სავსე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით ახალ წლებზე ვერც ერთ ნომერს ვერ იშოვედით, ესე ვთქვათ, გუდაურში ძალიან რაც დადებითად აისაღება მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე. მაგრამ მეორე პრობლემა დაგვანახა, ეს არის, რომ წყლის საირიგაციო სისტემა არ არის მოწოდების სიმაღლეზე, როცა სავსე არის გუდაური და დიდმა ყინვებმა დებეტიც დააკლო, ბუნებრივად წყალს შეგვექმნა გარკვეული პრობლემები, თუმცა გაერთიანებული წყლის კომპანიის თანამშრომლები 24 საათი მუშაობენ და ამ წუთას დარეგულირებულია, ესე ვთქვათ, ეს პრობლემა, თუმცა ძალიან ათლად გამოჩნდა, რომ როდესაც კურორტი არის სავსე, ინფრასტრუქტურა ცოტა მოიკოჭლებს და როგორც ვიცი, მთავრობის ხდომაზე უკვე იყო ამ თემაზე საუბარი და გუდაურის წყლის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს გაზაფხულზე, რაც ძალიან გვჭირდება, იმიტომ რომ ყოველ წელიწადს დაახლოებით 500,000 ლოგინის აპარტ-ოტელი სასტუმრო გვემატება გუდაურში და უბრალოდ ჩვენ უკვე ნამდვილად ვიცით რა პროექტებიც ხორციელდება 2016 წელს, რომ 2016 წლის ბოლოს თუ არ გაკეთდა წყლის პრობლემა არ მოგვარდა, ჩვენ მართლა გვექნება ბევრი პრობლემა უკვე წყლის გამო. შესაბამისად თუ მიდის სამუშაოები ან საომავლო პერსპექტივაში. დიახ, როგორც გითხარით, მთავრობის ხდომაზე იყო დაყენებული ეს საკითხი ჩვენ ეკონომიკის სამინისტროდან, როგორც იცით, ჩვენი პრემიერი მანამდე ეკონომიკის მინისტრი რო იყო, მისი დაწყებულია ეს ბევრი პროექტი, რომელიც ახლა ზამთრის კურორტებზე ხორციელდება და ის საქმის ყურში ამ ყველაფრის და როგორც ვიცი, აუცილებლად უნდა დაიწყოს წყლის სისტემის რეაბილიტაცია, საირიგაციო და კანალიზაციის რეაბილიტაცია გუდაურში გაზაფხულზე. დიახ. გუდაურზე საუბრისას მხოლოდ შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ გუდაური იყო პროფესიონალთათვის კურორტი. თქვენ განახორციელეთ 2015 წელს ახალი პროექტი ველობილიკები ბაკურიანსა და გუდაურში, რამაც გუდაურს შემატა, ვთქვათ, ახალი ელფერი და სპორტის უკვე სხვა მიმდევრებსაც შეუძლიათ ისარგებლონ გუდაურის კურორტით. თავარი არის აქ, რომ ჩვენ გვინდა რომ გუდაური გახდეს 4 სეზონიანი. ანუ ზამთარ-ზაფხულს იყოს დატვირთული, როგორც ბაკურიანი. არის გარკვეული ნაბიჯები, ეს პარკი ვთქვათ, რომ ველოპარკი რაც გაკეთდა, კიდე არის რამოდენიმე ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ კმაყოფილები, რომ ზაფხულში გუდაური არ არის კარგად დატვირთულია, იმიტომ რომ ყაზბეგის ხარჯზე და არა ჩვენ გვინდა რომ გუდაური დატვირთული იყოს გუდაურის ხარჯზე, ამიტომ ფიქრობთ რომ ამაზე კიდე ბევრი მუშაობა მოგვიწევს, რათა დაეწიოს ბაკურიანს გუდაური, ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს, აქ შეიძლება საცხენოსნო სპორტის განვითარება, ველოსპორტი, როგორც ძალიან პოპულარული იყო, მე ძალიან მიხაროდა რომ ზაფხულში ჩვენ შაბათ-კვირას, როდესაც საბაგიროს თავდით, ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა და ველობილიკებზე
სეირნობდა თავისი ველოსიპედებით და მგონია რომ რამოდენიმე წელიწადში უკვე გუდაურიც გახდება ისეთი პოპულარული როგორც ბაკურიანია. დიახ. რამდენად უსაფრთხოა ზამთარში აი ამ აღნიშნული ველობილიკების გამოყენება და თუ არის გარკვეული ზამთარში ის დაკეტილია ველოსიპედებით ვერავინ ვერ მოძრაობს ამ დროს იქ არის სათხილამურო ტრასები და ზაფხულზე ყოველთვის იქნება მზად ასე ვთქვათ და ყოველთვის გვექნება ჩართული საბაგირო. ჩვენს ტელემაყურებლებს შევთავაზოთ თქვენს მიერ გადაღებული და დამონტაჟებული ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლი გუდაურის შესახებ, რომელიც უფრო სიღრმისეულ ინფორმაციას მოგაწვდით, თუ რა სპორტით შეიძლება გუდაურში, ვთქვათ, ქართველი თუ უცხოელი ტურისტი დაკავდეს ზამთრის სეზონის განმავლობაში. ძვირფასო ტელემაყურებლებო, სულ რაღაც რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, გვიყურეთ და აღმოაჩინეთ საქართველოს ჩვენთან ერთად. დილომშვიდობისა საქართველოს თქვენ უყურებთ აღმოაჩინეს საქართველოს ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და დღეს ჩვენ საუბრობთ მთის კურორტებზე. დღის პირველ რუბრიკაში, დილის პირველ რუბრიკაში ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ბაკურიანისა და გუდაურის შესახებ და ახლა უკვე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ახალი მთის კურორტი, ეგრეთ წოდებული გოდერძი, რომელიც 2015 წლის დეკემბრის თვეში გაიხსნა. ჩვენი სტუმარი არის ბატონი სანდრო ონოფრიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი. ჩვენ საუბრობთ ტურიზმზე, კერძოდ მთის კურორტებზე. დაგვიკავშირდით 2-388-105, მოგწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით Facebook-ზე, სწორედ აღმოაჩინე საქართველო, ესე შეგიძლიათ გვიპოვნოთ და Skype-ში discover.georgia. არა მხოლოდ დღეს, არამედ კვირის ნებისმიერ დროს. მოგწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით, დაგვისვით თქვენთვის სასურველი კითხვები, რომელიც ეხება ტურიზმს. ბატონო სანდრო, დავუბრუნდეთ ჩვენი გადაცემის თემას. მიმოვიხილეთ ბაკურიანი, გუდაური და ახლა შევეხოთ გოდერძის მთის ახალი კურორტის თემას, რომელიც ვფიქრობ ტელემაყურებლებს ძალიან აინტერესებს და მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. გოდერძი ეს არის ზღაპარი. და ყველამ უნდა აღმოაჩინოთ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან პოპულარული არის. მაგრამ კიდე ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ კურორტს, როგორც იცით ჩვენ გავხსენით პირველად, ასე ვთქვათ, დაიქოქა ეს კურორტი 5 დეკემბერს, გაიხსნა ოფიციალურად. გახსნეს ჟურნალისტებმა და მე მგონი მათი ფეხი კარგი იქნება და კურორტი იქნება ყოველთვის წარმატებული. უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი ყავს, ჩვენ არ გვეგონა, თუ ამდენი ადამიანი ამოვიდოდა და დაათვალიერებდა ამ კურორტს და ისრიალებდა. უკვე ჩვენ რაც ვიფიქრეთ, თითქმის მთელი წლის გაყიდული ბილეთების რაოდენობა აქვს უკვე დახარჯული, ესე ვთქვათ, გოდერძი კურორტ გოდერძის. აქვს უნიკალური ხარისხის თოვლი და ბევრი, ესე ვთქვათ. ეს კურორტი ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ გავხსნათ ყველაზე ადრე, დეკემბრის დასაწყისში ყველა კურორტებთან მიმართებაში და დავკეტოთ ყველაზე გვიან, იმიტომ რომ ამის საშუალებას გვაძლევს თოვლის ხარისხი და რაოდენობა. ყავდა უცხოელი ტურისტები, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან და მე ვიცი, რომ რამოდენიმე ჯგუფი ჩამოდის კიდე, რომელიც უნდა გადაიღონ
თვითონ კურორტი გოდერძი, ვიცით რომ არის ძალიან ბევრი შეკვეთა. ბატონ სანდრო მობილურია პირდაპირ ეთერში, გისმენთ დილამშვიდობის. სვანეთთან დაკავშირებით რას ვეთქვით? კარგი, ჩამოთვალეთ ერთით, მეორეს, მესამეც. აი სვანეთთან გვაინტერესებს გზა. სვანეთთან დაკავშირებით. მადლობა შეკითხვისთვის. აუცილებლად ვისაუბრებთ გადაცემის დასასრულს სვანეთზე და კონკრეტულად მესტიაზე. გვიყურეთ გადაცემის ბოლომდე მიიღებთ პასუხს თქვენ შეკითხვაზე. ბატონ სანდრო, გისმენთ. გოდერძზე გავაგზავნოთ, ხო? არის რამოდენიმე შეკვეთა უკვე რომლებიც ვიცით რომ უცხოელები კიდე ჩამოდიან რამოდენიმე დღით არის კინოგადაღებები, კლიპების გადაღება. როგორ მოხდეთ გოდერძიზე? თქვათ ვართ ქართველები. გოდერძიზე მოხდა არის ყველაზე აქილევსის ქუსლი გოდერძის. აი ამაზე ვისაუბროთ, ყველაზე რთული პროცესი. იმიტომ რომ როგორც იცით, ხულო ადიგენის გზა არის, ესე ვთქვათ, ესაჭიროება რეაბილიტაცია. როგორც ვიცი, ეს საკითხიც იდგა მთავრობაზე და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს თავის პოზიცია. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გზა ყოველთვის გახსნილი უნდა იყოს. აგრეთვე რთულია მოხვედრა და დაუღლელია ბათუმიდან, თუმცა ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ მოსახლეობას და ტურისტებს შევთავაზოთ, რომ ამოვიდნენ ადიგენიდან, სადაც ხდება ჩვენი სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც თოლმავალი ტრანსპორტი, რომელიც გადმოიყვანს უკვე კურორტამდე და მაგალითად დღესაც ამ წუთას ვიცი, რომ ერთი ჯგუფი ამით სარგებლობს, ძალიან პოპულარულია. და ესე აყვავს კურორტზე ტურისტები. თუმცა ბათუმიდან ბევრი ხალხი ამოდის, იმიტომ რომ ბათუმიდან არც ისე შორია, ესე ვთქვათ 2 საათნახევრის გზა არის და ბათუმში ძალიან პოპულარულია თვითონ კურორტი გოდერძი და უმეტესად ყავს ქართველები, ესე ვთქვათ, ვიზიტორები ყავს ბათუმიდან, აჭარიდან, ასე ვთქვათ და თბილისიდან. და ვფიქრობთ, რომ როგორც კი გზა იქნება ამ კურორტზე, 1-10-ად გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბათუმში ვაპირებთ ჩავატაროთ საინვესტიციო ფორუმი კურორტ გოდერძიზე. დიახ. რომლის მასპინძელი იქნება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, პრეზიდენტატორი იქნება თვითონ სამინისტრო და ჩვენ და გვინდა რომ ყველა ბიზნესმენს ადგილობრივს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თბილისელ ბიზნესებს, უცხოელ ბიზნესებს ყველას გვინდა შევთავაზოთ პოტენციალი და გავუკვეთოთ საინვესტიციო პაკეტები თუ როგორ შეიძლება იქ დახარჯონ ფული და აშენონ სასტუმროები, ჩვენ შევთავაზებთ რამოდენიმე პროექტს და ვფიქრობ, რომ ეს ფორუმი ჩატარდება თებერვლის დასაწყისში ან იანვრის ბოლოს და ვფიქრობ, რომ იქნება ის გარდამტეხი, რომელიც უკვე შემოიტანს ეკონომიკას კურორტ გოდერძიზე. არ დაგვაუწყდეს, რომ 30,000-ზე მეტი მაცხოვრებელი ცხოვრობს ხულოს რაიონში და ეს კურორტი უნდა იყოს მათი მამოძრავებელი ძელი, მამოძრავებელი ძალა ეკონომიკის, როგორც კაშხლებია მაგალითად აჭარის წყალზე წელს. უკვე აშენებული და მთავრდება, ასე ვთქვათ. ამიტომ პირველი პრობლემა რაც არის, ეს არის გზა, თუმცა მგონია, რომ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე მოგვარდება ეს პრობლემა და უფრო გაიხსნება გოდერძი და უფრო მეტ დასვენებელს მიიღებს. დიახ. ძვირფას ტელემაყურებლებო კიდევ ერთხელ დავაანონსებ საგზაო დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გოდერძიზე თქვენ დღეს შეგიძლიათ ბათუმის მხრიდან მოხვდეთ. ახალციხის მხრიდან გოდერძიზე გზა ჩაკეტილია და არის ზვავ საშიშროება. გუდაურს რაც შეეხება წუთი-წუთზე უკვე საგზაო დეპარტამენტი უკვე გახსნის გზას, თუმცა ამ მომენტისთვის არის ზვავ საშიშროება და გუდაურის გზა არის მლეთა კობის მონაკვეთზე ჩაკეტილი. ხოლო ბაკურიანი კი არის გახსნილი, თავისუფლად შეგიძლიათ ბაკურიანის მიმართულებით გადაადგილდეთ და დატყვეთ ჩვენი მთის საოცარი ხედებითა და სხვადასხვა სათხილამურო მთის სპორტით. ბატონო სანდრო, გოდერძის ინფრასტრუქტურას მინდა შევეხო, რა რაოდენობა სასტუმროებისა არის უკვე ამ წუთისთვის განთავსებული? საწყის ეტაპზე და შემიძლია გითხრათ, რომ არის 6 შალეს ტიპის კოტეჯი, 12 ადგილიანი თითო. აგრეთვე არის 2 პატარა სასტუმრო, თითო 35 ადგილიანი და არის გესტჰაუზები სოფელ დანისპარაულში, სადაც შეიძლება ტურისტების მიღება. ჩვენ ერთ ღამეში დაახლოებით შესაძლებელი გვაქვს 200-250 ადამიანი მივიღოთ კურორტზე. დიახ. თუმცა ეს არის დასაწყისი ამ კურორტის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქ დაწევს უკვე ვუსურვოთ წარმატება ახალ კურორტს. აუცილებლად.
მოგეხსენებათ, ტურიზმი არის ეკონომიკის ერთ-ერთი მდგრადად მზარდი ინდუსტრია, სწორედ ეკონომიკით ავაყოვებთ ჩვენ სახელმწიფოს და სოციალურად დაუცველ ხალხს თუ დაუსაქმებელ პიროვნებებს ტურიზმი გადაარჩენს, იქიდან გამომდინარე, რომ იქმნება ბევრი ადგილები, სადაც ჩვენს ქართულ მოსახლეობას შეუძლია დასაქმება მხოლოდ პროფესიონალური თვალსაზრისით. ამიტომ სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი გადაცემა, გავზარდოთ ტურიზმი, შემოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი უცხოელი ტურისტი ჩვენი სხვადასხვა მთის კურორტებზე და ამითი უკვე გაიზრდება ეკონომიკა და საქართველოც გაძლიერდება. ჩვენ უპრეცედენტო რაოდენობის გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით. პირველად მოხდა, რომ ჩვენ მივიღეთ გამოფენებში მონაწილეობა, რომლებიც არის სათხილამურო სეგმენტზე გათვლილი, დიახ, მადლობა. ეს იყო ფინეთი, ამერიკაში, იტალიასა და ინგლისში. ეს იყო სოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენები, სადაც ამოვარჩიეთ 4, ესე ვთქვათ, სადაც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და პრეზენტაციები ჰქონდათ და ბროშურები, ასე ვთქვათ, დარიგდა უპრეცედენტო რაოდენობის ყველა გამოფენაზე. ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური ბროშურა, სადაც იყო ყველა კურორტის თითქმის ყველა სასტუმრო აღბეჭდილი თავის კონტაქტებით, თავის ვებგვერდებით, ასე შემდეგ და ეს იყო ის პირველი ნაბიჯი, რომელიც სწორად გადაიდგა, ასე ვთქვათ, და ვინც სათხილამურო ინდუსტრიაშია, ზუსტად იმ სეგმენტს მიეწოდა ეს ინფორმაცია, რაც მე მგონი წაგვადგება, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ფინეთიდან მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს, იქ ძალიან პოპულარული იყო ჩვენი სტენდი, ესე ვთქვათ. როგორი იყო რეაქცია აი უცხოელების, ზოგადად საქართველოზე და შემდგომ უკვე ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროდუქტებზე? რეაქცია არის, რომ ძალიან მოსწონთ ბუნება, რასაკვირველია და ფასები ძალიან იაფია. მათთვის ძალიან იაფია, როგორც ბილეთის ფასი საბაგიროსი, აგრეთვე დარჩენა და ასე შემდეგ. ორი გაკვირვება ჰქონდათ, რომ ეს რა ლამაზია და რა იაფია. რაც ყველაფერი თავისთავად კარგია ორივე მხრიდან ჩვენი ქვეყნისთვის. დიახ, ჩვენს ტელემაყურებლებს სამთო კურორტის ვიდეო მასალა შევთავაზოთ, რომელიც ასევე თქვენს კომპანიამ გააკეთა, იმისთვის რომ შეექმნას ჩვენს ტელემაყურებელს წარმოდგენა თუ რაზე ვსაუბრობთ. გუდაური, გოდერძი და ბაკურიანი ერთად გაერთიანებული პატარა პრომო ვიდეო კოლაჟი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, რამოდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდებით, გვიყურეთ და გადაცემა კვლავ დაგიბრუნდებათ პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობისა საქართველო, კვლავ მოგესალმებით აღმოაჩინე საქართველოს პირდაპირ ეთერიდან ჩვენ ვსაუბრობთ მთის კურორტებზე და სტუმრად ბატონი სანდრო ონოფრიშვილი მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი გახლავთ. თქვენ უკვე მიმოიხილეთ ის კოლაჟი, ვიდეო კოლაჟი, რომელიც ეხება ჩვენი სამივე სამთო სათხილამურო კურორტს და ახლა გვინდა ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე და შევეხოთ სწორედ აი სვანეთის იმ ახალი მთის კურორტის დეტალური ინფორმაცია განვიხილოთ, რომელიც თქვათ თქვენს კომპანიას აქვს სამომავლო გეგმებში. მოგვიყევით უფრო სიღრმისეულად 2016 წლიდან რა იგეგმება სვანეთის მიმართულებით? მარტო სვანეთი ვთქვათ, კი ბატონო. ჯერჯერობით, კი ბატონო. სვანეთის მიმართულებით უკაცრავთ. ყველაზე მთავარია, რომ შეემატება კურორტი თეთნულდი სვანეთს. ამ წუთას ფრანგული კომპანია პომა ამონტაჟებს საბაგიროს, თითქმის დასრულებულ ეტაპზეა. არის გარკვეული სირთულეები, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ თებერვლის დასაწყისში ეს კურორტი უნდა გაიხსნას. პირველი ეტაპი, ასე ვთქვათ, მთელი საბაგიროები დასრულდება 2016 წლის ბოლოს და ასე ვთქვათ,
მთლიანი კურორტის გახსნა იქნება 2016 წლის დეკემბერში, ჩვენ ესე ვფიქრობთ. თვითონ კურორტი არის უდიდესი პოტენციალის. ჩვენ მენეჯმენტში გადმოდის უკვე დაახლოებით როგორც ვიცი, როგორც გაშენდება, ასე ვთქვათ. და გეტყვით, რომ ეს არის მომავალი სიტყვა სვანეთის. აგრეთვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ბატონ სანდრო ზარია პირდაპირ ეთერში გისმენთ დილამშვიდობის. გაითიშა სამწუხაროდ. აღსანიშნავია, რომ ეს კურორტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქართველოში და ამიერკავკასიაში, მას იქნება ძალიან ბევრი გრძელი ტრასა. და ვიტყვი რომ ჩვენ ფიქრობთ რომ მარტო თეთნულდი არ უნდა იყოს განვითარებული, აგრეთვე ფიქრობთ რომ მესტიიდან ჰაწვალის საბაგირომდე უნდა იყოს ერთი დამაკავშირებელი საბაგირო, რომელიც შესაძლებელია 2016 წელს დავიწყო და დავამთავროთ და ავაშენოთ. მიდის ამჯერად მიდის მოლაპარაკებები და მთავრობა როგორც გადაწყვიტავს ისე მოვიქცევით. როგორ გამოყოფს ამის რესურსს ნახოთ და ფიქრობ რომ თეთნულდი იქნება ის მომავალი რაც საქართველოს ჭირდება, იმიტომ რომ არის ძალიან საკმაოდ მაღალ ადგილას, არის ძალიან კარგი ხარისხის თოვლი და უხვი, ასე ვთქვათ. ეს იქნება სვანეთისთვის ერთ-ერთი კიდევ კარგი შემოსავალი და ფიქრობთ რომ რამოდენიმე წელიწადში, 5-10 წელიწადში იქნება ევროპაში ერთ-ერთი კარგი დასასვენებელი ადგილი, როგორც თვითონ სვანეთი თავისთავად, აგრეთვე სათხილამურო კურორტად. ზარი არის პირდაპირ ეთერში, გისმენთ? გამარჯობა გენუცელე. დილამშვიდობის. გვიან ჩავერთე და ვერ გავიგე, შეიძლება ითქვა, მაგრამ არ ვიცი მე. ფასები, სასტუმროს ფასები რომ გითხრან. აი ეს აბონემენტები იმაში შედის, ცხოვრება თუ არ შედის? დიახ. ფასები, სასტუმრობის ფასები სამწუხაროდ თამაში სამწუხაროდ არა საბედნიეროდ უბრალოდ მე სამწუხაროდ ვერ მოგაწყვეტ დაზუსტებული ინფორმაცია და საბედნიეროდ სახელმწიფო არ ერევა ფასთა პოლიტიკაში სასტუმროების ეს ბაზარი არეგულირებს და თვითონ სასტუმროს მეპატრონები, თუმცა ვიცით რომ 50 ლარინა ზევით არის ფასები გუდაურში მაგალითად ძალიან ძვირი ფასებიც არის და მეტნაკლებად იაფიც ასე ვთქვათ. დიახ. თუ შეიძლება ვთქვათ აბონემენტის, სასრიალო აბონემენტის ღირებულება ერთი დღის მაგალითად ერთი დღის არის 30 ლარი ბაკურიაში და გუდაურში და 20 ლარი გოდერძიზე. დიახ. და ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის 90%-იანი ფასდაკლება, ესეც მნიშვნელოვანი არის. დიახ და ბავშვებზე უფასოა სრულიად ადგილობრივი მოსახლეობის სკოლების და ასე შემდეგ. დიახ. დიდი მადლობა პასუხისთვის. მინდა შევეხო თემას, რომელიც ხელოვნურ გათოვლიანებას ეხება და 2013 წელს ყველასთვის ცნობილია, როგორც ჩავარდა სეზონი ზამთრის ჩვენს მთის კურორტებზე. არ გაგვახსენოთ. დიახ, და აქედან გამომდინარე 2014 წლიდან უკვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა დაიწყო ჩვენს ქვეყანაში. რომელ კურორტებზე გვაქვს კონკრეტულად და რომელ ტრასებს მოიცავს? დიდველზე და გუდაურში ეს არის პირველი საწყისი ეტაპი, პირველი ფაზა, ასე ვთქვათ, გათოვლიანების სისტემის. გუდაურში გვაქვს პირველ ტრასაზე და დიდველზეც გონდოლის ტრასაზე გვაქვს. მაგალითად, შარშან ბაკურიანში არ იყო უხთოვლიანობით, არ გამოირჩეოდა წელი და მთელი ბაკურიანის დატვირთვა, ასე ვთქვათ, სასრიალო გადმოვიდა ამ ტრასაზე და ჩვენურად გაართვა თავი. წელსაც ფანტასტიკური სასრიალო ტრასაა. პირველი გუდაურში, პირველი სასრიალო ტრასა რაც არის, ისიც გათოვლიანებულია, თუმცა გუდაური მაინც მასშტაბით მარტო ერთი ტრასა არ ყოფნის, იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ვიზიტორი ყავს და ხალხს უფრო უყვარს სხვა მხარეს, სხვა ტრასებზე სრიალი, მაგრამ ერთი რაც ყველაზე მთავარია, ეს არის რომ ეს გათოვლიანებული ტრასა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაგალითად წელს გუდაურში აქამდე იყო პირველი ტრასა, ქვედა ტრასა, შუა წელში გუდაურს არ ქონდა თოვლი, ზევით ქონდა, ზედა წელში ასე ვთქვათ და გათოვლიანებული ხელოვნური ტრასა რო არ ქონდა, ჩვენ მარტო გვექნებოდა ზევითა წელში გუდაურში სასრიალო. თუმცა ამ ხელოვნურმა თოვლამ ისქნა რომ ქვედა რგოლშიც ქონდა წელს სასრიალო ტრასა. ამ წუთას თოვლი მოვიდა, როგორც უკვე გვითხრეს, გზაც გაიხსნა გუდაურის და შეუძლია უკვე ვიზიტორებს ამოვიდნენ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის უკვე. ყველა ჩაალაგოს ბარგი და წავიდეს გუდაურში.
გზაოს საშიშროებაც უკვე მოხსნილია, გზები გახსნილია და თავისუფლად შეიძლება გადაადგილება როგორც გუდაურის, ასევე ბაკურიანის მიმართულებით. აქვე დავაანონსებ ჩვენი ტელეფონის ნომერს 2388 დაგვეკავშირდით და დაგვისვით შეკითხვა მთის კურორტებთან დაკავშირებით, ჩვენ საუბრობთ ტურიზმსა და ზამთრის დასვენებაზე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა უკვე მიწურულს უახლოვდება. შესაბამისად, მინდა ბატონ სანდროს მივმართო სამომავლო გეგმებზე და თქვენს სურვილებზე. კი, დავიწყოთ გუდაურით. პირველი სამომავლო გეგმა ჩვენ რასაკვირველი გათვალიანება იყო უპირველეს ყოვლისა და დასასრულებელი ეს კიდევ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, მაგრამ პირველი რაც იყო ეს არის რომ დაუგეგმოთ განვითარება ამ კურორტის, რომელიც ჩვენი აზრით არ იყო სწორი პოზიცია და სამინისტროს აზრით, ამიტომაც ჩვენ მოვიწვიეთ სოფლიოში საუკეთესო დამგეგმავი კომპანია ეკოზაინი, კანადური კომპანია ეკოზაინი, რომელიც აკეთებს მასტერ პლანს გუდაურის, აგრეთვე 5 წლის განვითარების გეგმას. უფრო სიღრმისეულად რომ ავხსნათ, რას მოიაზრებს კონკრეტულად მასტერ პლანი. მოგახსენებთ, ეს არის პირველ რიგში ეს კომპანია ამბობს, სად უნდა იყოს გათვალიანება, რომელი საბაგირო უნდა დავამატოთ, რომელი გიხდით ზარი შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერით, გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, გილოცავთ ყოველი რამდენი 2016 წლისთვის და მაქვს ესეთი კითხვა. ძალიან სასიამოვნოა, ნამდვილად ქართველებისთვის მისასალმებელია ესეთი მრავალი სხვადასხვა კურორტების გახსნა, მაგრამ მაქვს კითხვა ბახმაროსთან დაკავშირებით ბატონთან, რომ გურია და სამეგრელოს და იმერეთის დიდ ნაწილს არ აქვს საშუალება ალბათ ბაკურიანებში და სხვადასხვა სვანეთის კურორტებზე იარონ ზამთრიზე. არის თუ არა პერსპექტივაში ბახმაროს კურორტის როგორც ზამთრის კურორტის ზონად გამოცხადება და ან თუ მიდის ამ საკითხის გარშემო საუბარი. ძალიან გთხოვთ გვიპასუხეთ. დიდი მადლობა, გიპასუხებთ აუცილებლად. გისმენთ ბატონო სანდრო. ბახმაროზე უპასუხებ და მე გადავარდებ ის სამშაბათს პირველ საათზე არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრა ამ თემაზე. ვიკრიბებით ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. ზუსტად იმაზეა საუბარი, რომ ეს კურორტი გახდეს თუ არა ზამთრის კურორტი. ჩვენ მივწერეთ საგზაო დეპარტამენტს წერილი, რომ მათ გვითხრან თავის დაკვირვების შედეგად ზამთარში როგორ შესაძლებელია, როგორც იცით ძალიან უხვინალექი მოდის ბახმაროში და როგორ იქნება შესაძლებელი, რომ არ ჩაიკეტოს გზა და ის 3-4 მეტრი თოვლი რაც მოდის ნალექის სახით, როგორ შეიძლება გაიწმინდოს, აგრეთვე არის 2 ადგილას ნამქერი და ზვავსაშიშროება, ჩვენლოდებით სამშაბათამდე მათ პასუხს, შემდეგ უკვე მთავრობა გადაწყვიტავს, ღირს თუ არა აქ ჩადება 100 მილიონის, 150-დან 50 მილიონის, რომ ზამთრის კურორტად გადაიქცეს ბახმარო, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე ორი დიდი მტერი ყავს ამის განვითარებისთვის, ეს არის უხვინალექი გზაზე, რომელსაც რა დაждდება, არ ვიცით, მისი ყოველი რეგულარული წმენდა და ეს არის ქარი, რომელიც არის მთის ფერდობებზე. ამ წუთას ჩვენ გვაქვს გაკეთებული მასტერ პლანი ავსტრიული კომპანია ATC-ის მიერ, რომელიც განვითარებას გულისხმობს ბახმაროსი, თუმცა ჩვენ გარკვეულ ნაწილში არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ საბაგიროები აქვთ მთის წვერზე და იქ ნამდვილად ვიცით, რომ არის ძალიან დიდი ქარი და შესაძლებელია საბაგიროების ფუნქციონირება ვერ მოხერხდეს ზამთრის განმავლობაში, ამიტომ ეხლა ზუსტად მინდის იმის დათვლა, ღირს თუ არა, რომ ეს კურორტი გახდეს ზამთრის კურორტი. დანარჩენი ვნახოთ რა გამოვა. ანუ სამშაბათს გადაწყდება თავი დაგეგმარება. სამშაბათს არის სამუშაო შეხვედრა ამ თემაზე, უბრალოდ ამას სჭირდება დაკვირვება და ამას ყველაფერს უნდა გათვლა. იმიტომ რომ ბახმაროს გულშემატკივარი მეც ვარ და ყველა ჩვენთაგანია თავისთავად, თუმცა ირაციონალურად არ უნდა დაიხარჯოს ფული, თუ ჩვენ ზაფხულის კურორტზე გეთანხმებთ უნდა იყოს თავისთავად ბახმარო და ამას მიეხედება, ნამდვილად ვიცი უკვე სამინისტროდან. დანარჩენი ვნახოთ. უნდა იყოს თუ არა ზამთრის კურორტი, ეს კითხვა უნდა საფუძვლიანად შევისწავლო და ამის შემდეგ დავხარჯოთ. თუმცა ძალიან კარგია რომ დაიწყო უკვე სამუშაო პროცესები სახელმწიფოს მხრიდან. ეს სამუშაო შეხვედრა გვაქვს პირველ საათზე, სამშაბათს უკვე ვიცით ამის შესახებ. თუ 2 საათზე ზუსტად აღსანიშნავია. ძალიან კარგი. გუდაურს დაუბრუნდები, მე მგონი ამოწურავთ ბახმაროზე, იმიტომ რომ ჩვენს გულშემატკივრებთ ბახმაროს, ჩვენს გვინდა რომ იყოს, თუმცა უნდა ვიცოდეთ რა ჯდება. სხვანაირად არ გამოვა სახელმწიფო ფულის დახარჯვა მე მგონი ამ თემაზე. კარგით, გუდაურსაც შეეხება მასტერ პლანთან დაკავშირებით, გეტყვით რომ ეს გვაძლევს რას?
პირველ რიგში ჩვენ გვეცოდინება რომელი საბაგიროები სადავაშენოთ. იმიტომ რომ ეს არის ის სოფლიოში საუკეთესო კომპანია, რომელიც 400-ზე მეტი კურორტი აქვს დაგეგმილი. დიახ. და ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. შემდეგ უკვე ჩვენ გვეცოდინება სად უნდა აშენდეს სასტუმროები, სად უნდა იყოს აპარტ-ოტელები, სად უნდა იყოს საცხოვრებელი სახლები, ანუ ზონალობა და რაც თავარია ამ მასტერპლანის მიხედვით უკვე მთავრობა გადაწყვეტავს განაშენების რეგულარული გეგმის პრობლემას, დაამტკიცებს და ინვესტორისთვის უკვე იქნება უმარტივესი, მას იცოდინება იმ მიწაზე რისი აშენება შეუძლია, ჩვენ ვთხოვეთ ამ კომპანიას, რომ ჩაედო სამშენებლო მასალაც კი თუ როგორი უნდა აშენდეს გუდაურში, ის იქნება სასტუმრო, კერძო სახლი თუ აპარტ-ოტელი, რა სიმაღლის უნდა იყოს, რამდენი სართული უნდა იყოს და ასე შემდეგ. ანუ მე თუ ვარ ინვესტორი და მინდა დახარჯო და მინდა ავაშენო სასტუმრო, მე მეცოდინება იმ მიწაზე, რამდენი სართულიანი საშენება შემიძლია, როგორი უნდა ავაშენო და ჩემი ბიზნეს გეგმა უკვე იქნება გათვლილი. დიახ. ბატონ სანდრო, ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა, უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟღერებისთვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ მიმოვიხილეთ სამი მთის კურორტი, რომელიც ამჟამად უკვე ფუნქციონირებს, ბაკურიანი, გუდაური და გოდერძი. გზა უკვე ამ წუთის მონაცემებით გახსნილი არის სამივე მთის კურორტზე. ჩვენ სულ რაღაც ერთი კვირით მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით, აღმოაჩინეთ საქართველო და შეიგრძენით მრავალფეროვნება.